გამარჯობა ლაშ. გამარჯობა ციკ. როგორ ხარ? კარგი, შენ როგორ ხარ? მე ძალიან კარგად, იმიტომ რომ ყველაზე საყვარელი სტუმრები, დისნის გმირები ყავს სტუდიაში დღეს. ყველაზე საყვარელი კი არა, მე მგონია რომ ჩვენ პოდკასტების სერიაში რამდენი ხანიც არ უნდა ჩავწეროთ. ესეთი საოცარი სტუმრები არც გვყოლია და არც გვეყოლება. ალბათ არც გვეყოლება თუ ვინმე მათ დონეს არ დაეწევა. არ ამგონია. მე ვფიქრობ რომ არ ამგონია. კაი. იქით რაღაც კისკისები მესმის და ჩვენი სტუმრებიც უნდა წარმოვადგინოთ, მე მგონი. ჩვენ ყავს საოცარი ბავშვები, დაძმა იოანა და დამიანე ნავაძეები. გამარჯობა. როგორ ახართ? ძალიან კარგად. ძალიან მაგრად. ხო? გიხარია ჩვენთან რომ ახლა. ძალიან, იმიტომ რომ რომ არიცით, ჩემი ძმა რამდენი ხანი ელოდებოდა ამ მომენტს. ოპა, მართლა? ჩვენი მაყურებელი ხარ, ხო? როგორც იცი შე? უყურებ თქვენ ყველა პოდკასტი მაქვს თითქმის ნაყურები და ძალიან მინდოდა რომ თქვენთან ერთად მე და იოანა მოსულიყავით და აგერ აუ, რა მაგარია. ჩვენ როგორ ძალიან გვინდოდა შენ არიცი, მართლა წარმოდგენარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ძალიან გაახარით ჩემი ძმა. პირიქით, დიდი მადლობა რომ მოხვედით, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პატარები ხართ, ასე ვთქვათ, ასაკით, ცხადია, ამას გულისხმობ მხოლოდ. თორემ გამოცდილებით ძალიან ბევრი დიდ გახმოვანების მსახიობზე მეტი გამოცდილებაც გაქვთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც თქვენი ამბავი. როგორ მოხვდით, რა როლები შეგისრულებიათ დღემდე, რამდენად საინტერესო პროცესია თქვენთვის და ზოგადად რამდენად აპირებთ ამ პროფესიაში დარჩენას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვაინტერესებს. როგორც მიხვდა ჩვენი მაყურებელი, აქვე უცებ ვიტყვი შენ კითხვასთან ერთად, იოანა და დამიანა არიან გახმოვანების მსახიობები, აკეთებენ დუბლირებას არაერთი მულტფილმის, ფილმის და ამ უსაყვარლესი და უნიჭიერესი და უმაგრესი ბავშვების ხმებით გაქვთ მოსმენელი უამრავი ფილმი, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ. და რომელზეც დადიხართ კინოთეატრებში. კი, კინოთეატრებში ძალიან მნიშვნელოვანია დუბლირებით. ურთულესი ამბავია, იმიტომ რომ მეც ძალიან მიჭირს და ჩვენს ძალიან გვიჭირს ზრდასრულ ადამიანებს და თქვენი გამოცდილება არის საინტერესო. აი, როგორ მოხვდით, როგორ დაიწყო თქვენი კავშირი აი ამ სფეროსთან და როგორ მოგწონთ, რამდენად კარგია ეგ ყველაფერი. სხვათა შორის გახმოვანებაზე მოვხდით ესეთი პროექტი არის რანინა, სიმღერის კონკურსია და ყველა ბავშვზე აკეთებდნენ რაღაც კლიპებს და ერთ-ერთი ბავშვი ვიყავი მე და რადგან იცოდნენ რომ მშობლები მყავდა მსახიობი და ამ სამსახიობო სფეროში ჩართული ვიყავი სულ და თეატრებში ვთამაშობდი და ასე შემდეგ, გადაწყვიტეს რომ ცოტა სხვა კუთხით ეს იყო ხმის მსახიობობა, გახმოვანება, მოდიო ვაცდევინოთო. და მანახეს როგორ ახმოვანებდნენ ერთ-ერთ საბავშვო სერიალს მაშველები და მეც მაცდევინეს და ამის მერე დედას ნომერი ჩაიწერეს და ამის მერე დაიწყო რაღაც რეკვები. ძალიან კარგი. და აღმოაჩინეს შენი უსაზღრო ნიჭი, ესე იგი, ხო, პირველად. ძალიან საინტერესოა და მაგის მერე დაიწყე გახმოვანება, ხო? და ერთ მომენტში, როდესაც ჭირდებოდათ პატარა ბიჭის ხმა, შეიყვანეს დამიანი და რას ახმოვანებდი? Baby Boss-ის თიმოთი რო არის, მან ჩავწერე პირველად თათლა იყო დამალობანას თამაშობდა. 10-მდე დაითვალა და დამიანის ისე გამიხარდა რომ თქოს რომ კინოთეატრში იქნება ეს შენი ხმა, რომ რა ვიცი, აი ძალიან გამიხარდა, ეგ იყო ჩემი პირველი რაღაც. და ეხა უკვე დიდ როლებსაც წერ, ხო, როგორც ვიცი. თავარი როლიც ჩავწერე. რამდენი წლიანი გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში? ძალიან საინტერესო. 5 წლიანი და საერთოდ რამდენი წლის ხარ? ანუ რამდენი წლის ხარ? მე 13-ის. 13 წლის ხარ, უკვე 5 წლიანი გამოცდილება აქვს 13 წლის და ანუ რაღაცა ისე მოხდა რომ შენ მიიყვანე, ხო, რაღაცა. ხო, ვუყურებდი და ძმას რამდენი წელი გამოსდის? დამიანისაც 5-4 სადღაც. და სულ რამდენის ხარ? 11-ის. 11-ის. მოკლედ, აი, ესეთი უსაზღროდ დიდი მომავალი გვესწრდება. მე მგონია რომ ამბობენ ხოლმე რომ აი ჩვენი გახმოვანების მსახიობებს რაღაც აკლიათ, აი რაღაცა ცოტა მარილი აკლია, შაქარი აკლია, ესენი იქნებიან სტარები, იმიტომ რომ 11 წლიდან რო ადამიანი ახმოვანებს 13-ზე. იმიტომ რომ ხო, ურთულესი ფილმები ჩაგიწერიათ მართლა, ერთადაც გვიმუშავია რაღაც ფილმებზე. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი გიჟდები ამ მათ შორის ჰორორი და ჰორორზე რა ხდება ხოლმე, გეხვეწები, ეგ მაინტერესებს. და დიდად არ მეშინია ხოლმე ჩაწერისას, იმიტომ რომ მაინც არ არის ეხლა რომ თლიან ფილმს გადაბმულად უყურო და რაღაც სიმძაფრე გამოიწვიოს, მაგრამ იყო მთავარი როლები, მაგალითად ებიგეილი გავახმოვანე, ვამპირი, გოგონა ბალერინა და რაღაც ესეთი ხაშიში იყო. მაგის შემეშინე ყველაზე მეტად როგორც მახსოვს და ერთი კურიოზი მინდა გავიხსენო, რომ
კინოთეატრში როცა მივედით ებიგეილის საყურებლად არ შემიშვეს და მე ვუხსნი რომ ჩემი ხმა არის იქ ან მე ვარ თავი პერსონაჟი არ შემიშვეს იმიტომ რომ +18-ია და არ გიშვება სასაკომრო ებიგეილი იქ ვუხსნიდი რომ შენ გაახმოვანე უკვე ნანახი გაქვს სანამ პრემიერა იქნებოდა ფილმი ნანახი მაქვს და სანამ პრემიერა შენი საყვარელი ფილმი რაც აქამდე გაგიკეთებია მულტფილმს ვიტყვი, ჩემი საყვარელი მულტფილმი არის გაწითლება, თოჯინაც მოვიყვანე. აბა გაშვენი. თავი როლისადაც ჩაწერე, ხო? შენი ხმით. და ზუსტად მახსოვს გეტყვით. 326 გვერდით ჩავწერე, აი ვითვლი. იმიტომ რომ თან ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო, თუ არ ვცდები 9-10 წლის ვიყავი და აი მართლა ძალიან დიდი გამოცდილება იყო, აი ძალიან დამეხმარა ეგ ფილმი. ზრდასრული ადამიანები ვითრო ლაპარაკობენ, აი ეს 320 გვერდი რა ჩაწერა 9 წლის ბავშვი კითხულობდიან, 300 9 წლის ბავშვები წიგნებს ვერ კითხულობენ. ოკეი, საბედნიეროდ მე ადრეული ადამიანი ადრეული ასაკიდან დავიწყეთ წიგნების ამაშია საქმე. იმიტომაც გამოგდით, ხო? ეგ არის, ანუ ნიჭიერებას დამატებული შრომა პლუს ამ ყველაფერთან ის სიხალისე და ის ენთუზიაზმი რაც გაქვს და მაგიტომაც გამოგდით ეგ ყველაფერი რა. შენი საყვარელი რა არის რაც გაგიკეთებია პერსონაჟი? ჩემი საყვარელი არის ელიო, ეხლა გავახმოვანე თავარი პერსონაჟი და რა აი რომ მივედი რაღაცას აი ზღაპრული შეიქმნა და აი ეს ყველა ხმა რაც იყო ძალიან კარგად იყო გახმოვანებული და რა ვიცი ძალიან ელიო ეხა არის ხო ელიო ეხა გადის კინოში მეც ვიყავი საოცარი მულტფილმია ჯერ აი მულტფილმზე როგორც აი ანიმაციაზე შემილია ვთქვა რომ დისნეი ყოველ წელს დისნეის და პიქსარის ერთად ხო ერთად არის ანუ აი ყოველ წელს საოცარ პროდუქტს დებს აი მართლა ეგ ის კომპანიაა ჩემი ბავშვობა არის ეხლა ჩემი ბავშვობა არის ეს Lion King-ი რაც არის ეს Mufasa და Bambi და მსგავსი რაღაცები და იქიდან მოყოლებული მე ვაფრენ აი ვგიჟდები მიყვარს მულტფილმები რა და მით უმეტეს დისნეის მულტფილმები მაგიტო სპეციალურად წავედი სხვა შორის მეც ვახმოვანებდი ერთ-ერთ ბოროტო მოქმედს ელიოს ვინც იმაშვება რა ქვია ეჭიდავება ერთ-ერთი მე ვიყავი ეგ ბიჭი ხო და ანუ კოლეგები ხართ მაგამ ბავშვი კი კოლეგები ვართ მაგამ ბავშვიც და ისედაც და რო უყურებდი აი თვითონ მულტფილმზე მინდა ვთქვა რომ ეგეთი ემოციური აი თითქოს რა სიუჟეტია ხო რომ რაღაცა ანუ კოსმოსურ რაღაცა ბავშვი ოცნებობს რომ გაიტაცონ უცხო პლანეტელებმა ასე ვთქვათ რა და აი რაღაც თითქოს რაღაც მარტივი სიუჟეტია მაგრამ ისეთი ემოციურია მე პირადად ცოტა ბოლოს გული ამიჩუყდა იმიტომ რომ ეს გლორდონის და ამელიოს ურთიერთობა აუ ძალიან საყვარლები იყვნენ და ნინას მივწერე რომ მეთქი აი ვინ ახმოვანებენ ანუ ეს გლორდონი და ვიცოდი რომ შენ იყავი მეორე მაგრამ აი რა მაგრა ახმოვანებენ თქო რა მაგარი ბავშვები ყავს მეთქი რა აი ჩემი ემოციები აუცილებლად არ გათხოვ ვცდილობ გამიტაცონ უცხო პლანეტელებმა ელიო სკოლა გასწინე ვერ გავიგე სიმკაცრე გჭირდება თუ ძილი გაგრია მაგრამ შენი აზრით აქედან რომელი ხარ მე არ ვიცი მაგრამ მგონია ეს შენ ხარ ხო და იქ რო ვიყავი ამ მულტფილმზე იყო პრემიერა თან და გარეთაც სანამ შევიდოდით ისე პლანეტების პროექტორებით ისინი იყო ჩართული და რაღაცები და მართლა ისეთი გარემო შეიქმნა რომ თითქოს კოსმოსში იყავი და ანუ თავს იგრძნობდი რომ მანდიყავი რა და როგორია ეგ მაინტერესებს რომ მიდიხარ შენ გახმოვანებულ ფილმზე რომ უყურებ და აი ამ ხალხის შეფასებები მეგობრების კლასელების აი სკოლაში აი რა ხდება ეგ ამბავი მაინტერესებს და დიდი პრობლემა არის ეგ აი ძალიან მინდა ხოლმე რომ მორჩება ფილმი ვიყვირო რომ ჩემი ხმა იყო მაგრამ აი არ გამომდის რაღაც მინდა რომ გავაკეთო მაგრამ არ გამომდის და მიხარია რომ დღეს ეცოდინება ხალხს ვინც ახმოვანებს ბავშვების ხელს ჩვენი პოდკასტების რა შენ კი ხარ ჩვენი მაყურებელი და იცი არა კლასელებმა და მეგობრებმა რა თქმა უნდა იციან ესავება მაგრამ აი ეს კინოთეატრში რომ შენ გვერდით რომ ზის და მინდა რომ იყო რა მაგარი იყო და იცი ჩემი ხმა იყო მინდა რომ უთხრა მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ერთ-ერთი ამ პოდკასტების არის ის რომ აი თქვენნაირი ნიჭიერი ადამიანები რომლებიც ძალიან დიდ შრომას დებენ და 11 წლისანი უკვე მუშაობენ 5 წლიანი გამოცდილება გამოვაჩინოთ და გაიცნოს ხალხმა, იმიტომ რომ ხო მე მგონია რომ თქვენ რასაც შრომობთ ძალიან ბევრ ზრდასრულს არ გამოსულია ცხოვრებაში და ძალიან დასაფასებელია გულწრფელად გელაპარაკებით როგორც დიდ ადამიანებს ცხადია, იმიტომ რომ ნუ კოლეგები ხართ. ისე გვესაუბრებიან რომ რთულია რომ ასაუბრო როგორც ზრდასრულ ადამიანებს. თუმცა მაინც ეს რომ აკეთებთ ზოგადად ნახეთ აი რამდენი წლიანი გამოცდილება გვაქვს მე და შენ? არ ვიცი, 12. ხო, სადღაც ეგ.
ყველაზე რთული, აი ჩვენთვისაც ზრდასრულებისთვისაც ყოველთვის არის ხოლმე მულტიპლიკაციის გაკეთება რა. იმიტომ რომ იქ ისეთი ემოციები გჭირდება, ხმის ისეთი გავიგერო თქვათ ბავშვის ხმა, ბუნებრივად ბავშვის ხმა, მაგრამ მაინც მეტი ემოცია გჭირდება, ვიდრე თქვათ როცა ადამიანს სახმოვანებ. ამიტომ აი ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით. ძალიან მიხარია რომ მაყურებელი გაგიცნობთ და ძალიან მიხარია რომ 1-5 წელში კიდევ უფრო ბევრად მაგარი და დახვეწილი ხმები გაჩნდება ჩვენს გარშემო. თქვენი სახით. მე მაინტერესებს რამე სცენები თუ ყოფილა ისეთი, აი ყველაზე მარტი, ყველაზე კარგად რომელ ფილმზე იხალისეთ. ანუ მე მაგრად მულტფილმებს რო ახმოვანებ ხოლმე ძალიან ვერთობი რა. ძალიან ისეთი, ანუ იმის მიუხედავად რომ რა თქმა უნდა დიდი ენერგია გჭირდება, რომ გაახმოვანო, გასართობია რა თან მომწონს რომ უყურებ და ამ პროცესის ნაწილი ვარ. აი რაღაც როლები რო ჩემი ხმა არის ხოლმე, ეგ ძალიან მისწორდება რა და თქვენ რომელ მულტფილმზე გქონიათ, შენ გქონდა ეგ გაწითლებაზე, ხო? ანუ ეგის და შენი საყვარელი კიდე ერთი მულტფილმი რომელი იყო აი რაც გახსენდება? ელიოსთან ერთად ალბათ კიდევ ერთი ჩემი საყვარელი იქნება. ნუ Baby Boss-ი რაც იყო ჩემი პირველი და აი ძალიან მიხაროდა რომ ჩემი ხმა გავიგე კინოთეატრში მულტფილმში და იქიდან მიყოლებული მე ყველა მულტფილმი და ისინი ძალიან მიყვარს და ნანახი. შენ კი არა, მეც, როდესაც პირველად მოვედი ანუ ნინასთან დუბლირებაზე ბრაოში და მითხრეს რომ უნდა გაახმოვანო რაღაცა როლი. ეგ როლი რო გავახმოვანე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემი მთელი სამი გობრო წავიყვანე, აი ყველა წავიყვანე, აღარ ვიყავი. მეც ეგრე გავახმოვანე, პირველი როლი იყო სადღაც ფონზე რაღაცას იძახდა, სულ 3 სიტყვას თუ რაღაცა და მთელი ჩემი სამი გობრო კინოთეატრში აი ესე ვიჯექით, დაძაბულები, რომ აი მოიცა, ეხა იქნება ჩემი ხო, აი ეს არის თუ რაღაცა და აი მაგ დროს ისე მისწორდებოდა, წარმომიდგენი ეხა შენი ემოციები, რა ერთნაირი ემოციები გქონდა და ესე. შენ YouTube არხიც გაქვს. ხო, თან subscribe როგორი მაისურით არის მოსული ჩვენთან. აქ გამოვაჩენთ თან, რომ გამოგიწერონ ჩვენმა გამომწერებმა. აუ, გახმოვანებასთან ერთად YouTuber-ობაშიც ჩვენი კოლეგა ხარ, ხო? ძალიან ბევრი გადაკვეთები გვაქვს. როგორი არხი გაქვს? ეხა შენ არხზე მოგვიყევი და რას აკეთებ? არხზე არა მაქვს ესე კონკრეტულად ერთი მიმართულებით რომ დავდავიდეები, სხვადასხვა რაღაცებს ვებ, არის ვლოგებიც, რეაქციებიც დაუშვათ, ჩელენჯებიც ხო ერთადაც დავუკეთებია. აჰა. და სხვადასხვა სფეროებთან ერთად ესეც ძალიან მომწონს, დამონტაჟებასაც ვაკეთებ. ეგ უნდა მეთქვა, შენით ამონტაჟებ, შენით ადებ ყველაფერს. და კინოს გარშემო ტრიალებს, ანუ ეს არხიც ხო თემას ეხება. ხანდახან ვდებ ხოლმე როგორ ვახმოვანებ ის სტუდიები რაც არის და მომწონს ეს საქმე და ვერთობი ამით რა. აუ, ძალიან მაგარია. აუცილებლად ჩვენ ყველა მაყურებელს, აბსოლუტურად ყველას. აბსოლუტურად ეს არის სავალდებულო. სავალდებულო ამბავია ეხლა. თორე ჩახმოვანებული ფილმები არ იქნება და კიდე ჩვენს ეპიზოდებიც აღარ იქნება. ანუ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ დამიანის არხი, მაისური აცვია კიდეც და ნახავთ რა ქვია, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გრაფიკულად კიდე გამოვაჩენთ ჩვენს ეკრანზე. და ჩვენ დაგვავიწყდა ჩვენი, არ დაგვავიწყდა უბრალოდ ისეთი სტუმრები ყავდა, რომ ვერ გაგვახსენდა სად ვიმყოფებით. და ვიმყოფებით ზილიკოში, ეს არის კაფე, სარესტორნო, კლუბური სივრცე, ბარნოვის 64 ნომერში და ჩვენ ბავშვებთან ერთად ძალიან ესეთი დღე გვაქვს და საღამო გვაქვს და მეორე ჩვენი საყვარელი სპონსორი დაგვავიწყდა. რომელი? Moviverse. Moviverse. ჩვენი მეგობარი. რომელიც გამოჩნდება. კი, რომელიც გამოჩნდება, ეს არის არხი, Facebook გვერდი უпростоრედ, რომელზეც კი, არა უშავს, მოიწონა, მოვიდა ჩვენთან Moviverse-ის გაგონებაზე. მოკლედ ეს არის Facebook გვერდი, რომელზეც იგებთ ფილმებისა და სერიალების შესახებ სიახლეებს, არაერთი ამონარიდება, არაერთი სიახლეები და აუცილებლად უნდა გამოიწეროთ. ჩვენი მეგობარია და სულ ერთად ვართ. ჩვენთან ის ჩანს, იქ ჩვენ ჩანვართ. ნამდვილად. კიდე რაზე შეგვიძლია რომ ვისაუბროთ ახლა ჩვენ და კიდე რა მაინტერესებს, ანუ თქვენი გამოცდილებასთან ერთად, მოკლედ, მინდა რომ თქვენი არა გახმოვანებული, არამედ თქვენთვის საყვარელი, აი სახლში რომ ჩაუჯდები რა, რეკომენდაციაც რო უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ აი რა არის გემრიელი, კარგი საყურებელი ანიმაცია ან ფილმი. თავისუფალი არჩევანი გაქვთ, ეგ მაინტერესებს. ჩემთვის საყვარელი, ნუ
ელიოზე ვარ გაგიჟებული, მაგრამ მეც რადგან არდოს საიტებზე, რა თქმა უნდა, ვერ ვუყურებ ხოლმე ესე ხშირად, მაგრამ მაქვს კიდე მეორე საყვარელი მულტფილმი, რომელიც არის საიტებზე და ეს არის წინსვლითი Onward ქვია, შეიძლება იცოდეთ, ძმები არიან. მე მგონი არ მაქვს ნახი. აი რა ხდება, მოვიყევი? ელფები არიან და მამამისი ყავთ გარდაცვლილი, ორ ბიჭს ძმები არიან და ცდილობენ რომ დააბრუნონ, ანუ მაგიის ქალაქი იყო ადრე და ეხლა გადააკეთეს ჩვეულებრივ ქალაქად. მაგრამ ერთ-ერთი ძმას ჯერა რომ მაგია კიდევ არსებობს ამ ქალაქში და ცოტაოდენი მაგია დარჩენილია ამ ქალაქში და ეძებენ გზას რომ მამამისი ძალიან ცოტა ხნით გააცოცხლონ. აი, კარგი. საინტერესო. ცოტა სევდიანია, ბევრჯერ უყურებ ამას. კი, და ერთ-ერთი ამ ბიჭის დაბადების დღის დროს ჩამოუტანს დედა საჩუქარს, რომელიც მამამისმა დაუტოვა, რომ როდესაც 16 წლის გახდება, მიეცითო ეს საჩუქარი. და იქნება ჯოხი, რომელიც არის ჯადოსნური ჯოხი. და მან იწყება მთელი ამბები. კი, და იქ წერია ინსტრუქცია, როგორ უნდა გავცოცხლდეო მე ცოტა ხნით რო გნახოთო რა. და ესეთი რაღაც მოხდება, რომ მხოლოდ ფეხებს გააცოცხლებენ, იმიტომ რომ ვერ მოხდა ამისის და მოუწევთ რომ სხვა კრისტალი აიღონ, რომ დანარჩენი ნაწილებიც გააცოცხლონ ამის. და მე ხდება ყველაფერი, რომ უნდა მივიდნენ დრაკონთან. ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი არის თუ სერიების სახით არის? მულტფილმია. უყურებ აუცილებლად. კი, მე ძალიან დამაინტერესა. ეგეც დისნეის და პიქსარის. დისნეის არის? ესე იგი სადღაც გამომეპარა, იმიტომ რომ დისნეის მულტფილმები და პიქსარის მულტფილმები არ მეპარება ხოლმე ძირითადად. რომ მე შემოყვარა უკვე. შენი საყვარელი რა არის? კიდე ესე საყურებლად. სხვათა შორის რატომღაც ამ ბოლო დროს ესეთ საბავშვო და ანიმაციურებს აღარ ვუყურებ და უფრო დავიწყე დრამების და სასიყვარულო და ეგეთი რაღაცები. ამიტომ ამჟამად ჩემი საყვარელი არის გუნდის მომღერლები, ფრანგული ფილმი არის თუ იცით, ძველია, საკმაოდ ძველია და ძალიან სამაჩუყებელიც არის, მუსიკალურია, მღერია და ხო ცოტა თავი უფრო პატარა მგონია. პატარა მეც. ეგ უნდა მეთქვა მეც, რომ ცოტა კინოკლასიკაზე გვესაუბრება ეხა. მე მგონი, რომელიც ჩვენ გარტყმაში დაჟე შენც კი არ იცი. ანუ კინომცოდნეც არ იცი. ეხა დისნეიდან თუ გამოვარჩევდი, რა თქმა უნდა, მოანა არის ჩემი საყვარელი. საოცარი. მე მაინტერესებს აი 90-იანი წლების დისნეის ფილმებს თუ უყურებთ აი გიას სიმბას, ბეიბის, იმიტომ რომ ძირითადად თქვენი თაობის ბავშვებმა არ იციან და თქვენ ანუ ესეც ნამარხი. შორის და რა სიტყოდით, ანუ სხვაობა იმას და ამას შორის რა არის თქვენთვის? სხვათა შორის, აი ჩემთვის რა თქმა უნდა ტექნიკები და აზროვნება და რაღაცები იცვლება, ეგ ორი აზრი არ არის მაგაზე, მაგრამ ის მაინც გულში მჩება, იმიტომ რომ პირველი ჩემი მულტფილმი კონკია, ფიფქია და ეგეთი ძირერზე თუ ნახავ. ანუ შენიც ეს იყო პირველი. კი. ხო, ესე იგი კლასიკაზე დაიზარდნე. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მულტფილმი დისნეის, აი რაც კი გაუკეთებია, არის ლუკა. ნანახი გაქვთ ლუკა? ჩემი მეფელომი. საოცარი სერია. პირველი მეფელომი. ხო, აი ეს ფილმი არის საოცარი, იმიტომ რომ იტალიის ერთ-ერთ პატარა სოფელში მომხდა რაღაც ისტორიაზე არის და იმდენად მაგრად აქვს გადმოცემული, აი დისნეი შეუულია რომ აი ყველანაირი ესთეტიკა, ყველანაირი კულტურა, გარემო გადმოსცეს აი ისე ავთენტურად, ისე იდეალურად ამ ნახატებში, რომ არ ვიცი, ყველანაირი ემოციურად აი დაცლილი კი არა და არ ვიცი, ვერ პოულობ სიტყვებს. მე მაგდენი რესურსი არ მაქვს. არიელზე და როგორც ვიცი, აკეთე, შენ ხარ ხო? ახმოვან. არიელის მეგობარ თევზს ვახმოვან. ყვითელი თევზი რო არის, რა ქვია, აღარ მახსოვს. მაგ თევზს ხო, აღარც მე არ მახსოვს. აუ გიჟდები, არიელი იყო, აი არ ვიცი, ალბათ. ოღონდ ფილმში ვახმოვან. ფილმში ხო. მე ვამბობ აი ეს პირველი მულტიპლიკაცია რაც იყო და ფილმიც ძალიან მაგარია. ჩემთვის ზოგადად ქალთევზების სამყარო და არიელი ღვთაება რა დედამიწაზე. მაგრამ აი მეფელომის მერე იყო მეორე ის ძველი დისნის არიელი, რომელზეც გიჟდებოდი და არიელზე მეტად მიყვარდა იქ პატარა თევზი. ხო, ის თევზი რომელიც შენ გაახმოვან. ეხლა მეფელომზე გამახსენდა, მუფასა რო გამოვიდა. მად ვახმოვანე მუფასას შვილიშვილს კიარას. კიარა იყო. ესე იგი ჩემ შვილიშვილს ახმოვანე. მუფასა მე ვიყავ. ხო. ანუ შვილიშვილი. კი. ბაბუა შვილიშვილი. მუფასას, ოღონდ აი ახალგაზრდა მუფასა რაც იყო, ეხლა ბოლოს რაც გამოვიდა, ბოლო მუფასა იმაში ვიყავით, კი. კი, ფილმში ვახმოვანებთ.
არა ერთ პროექტში ვართ ჩვენ თანამშრომლები და ძალიან მიხარია, ძალიან ისეთი პატივია თქვენთან თანამშრომლობა, მართლა გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან მიხარია, რომ აი ამ ყველაფრის რაღაც ისეთის ნაწილი ვართ, რაც ქართულად აი ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ამ თემაზე, რომ ძალიან კარგია, რომ ჩვენი ხმებით ბავშვებს, ზრდასრულებს აქვთ იმის საშუალება, რომ ავთენტური, იგივე ხასიათების, იგივე ემოციების მოისმინონ ქართულ ენაზე და არ დაჭირდეთ სხვა ენაზე ამის მოსმენა. ხო, აქ მაინტერესებს, რომ აი ბევრმა არ იცის, რომ აი ჩვენ ემოციებ დუბლირებას როდესაც ვაკეთებთ, ანუ იქ სიცილიც ჩვენია, ყვირილიც ჩვენია, ტირილიც ჩვენია, ყველაფერი ჩვენია. აი ეს მაინტერესებს თავიდან როგორი იყო, ცოტა ჩემთვის მაგარი უცნაური იყო, რომ იქ რო ვიღაც იცინოდა, ის სიცილი უნდა გამეკეთებინა. შორის მე ყველაზე კარგად ჩემი აზრით გავამდის ტირილი და სიცილი ხა. და ჩემს არ უყვარს, აი არ უყვარს ეს სიცილი და ტირილი. განსაკუთრებით სიცილი, იმიტომ რომ არ მესმის რანაირ უნდა გაიცინოთ ძალით. ძალით. ამიერეს უყვარს უფრო ტექსტები და რამე ძალიან სასაცილო უნდა გაიცინო და გაგეცინება. მე ვერ ვიტან დიდ მონოლოგებს. აი ხო იცი რო გადაშლი გვერდს და რო დაგხვდება ერთი 10 ხაზიანი და შენი პერსონაჟის სახელი რო მიწელი და 10 ხაზიანი და ეს ტექსტი ჩემია რო კი და მაგ დროს განწირული რო ეძებ იქნებ სხვა პერსონაჟი ეწეროს იქ რო ნეტა იმისიც იყოს რამე ნაწილი. ეგ არის ხოლმე ჩემის რო აი განწირული ვეძებ რო აი დიდი ტექსტი რომ ხდება რო იქნებ სადმე სხვა პერსონაჟიც იყოს რომ ზოგადად დამეხმაროს რამეში, მაგრამ ეგრე გვიწევს ხოლმე რა. კი, ძალიან საინტერესო პროცესია. მე მაგრად ვერთობი ხოლმე რა, მაგ ყველაფრით და აი სხვათა შორის როგორც ჩემი მეგობრები მეკითხებიან რომ რთულია და ხმა არ გეძაბება და კითხვა არ გიჭირს და რაღაცა, აი ვერთობი, მართლა ვერთობი, როგორც რაღაცა სამუშაოდ და რაღაც აი საერთოდ არ ვიღებ მასე. იმიტომ რომ ნახეთ მოგწონს მართლა. ჯერ ერთი ის არის რომ იტყობა გიყვარს კინო, ანუ კინოში გულისხმობ ცხადია მულტიპლიკაციასაც, ანუ გიყვარს რა კინო და შენც გიყვარს. იმიტომ რომ ამბავი არის რეალურად ეგრე, რომ რაც არ უნდა კარგი ხმა კონდეს ადამიანს, კარგად კითხულობდეს, ანუ ყოველთვის ეტყობა, უყვარს თუ არა კინო. ანუ ეტყობა, იმიტომ რომ თუ შენ კინოს არ უყურებ, თუ შენთვის ეს ორგანული ნაწილი არ არის, ძალიან ხელოვნურია რა ემოციური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ხმით ხო ემოციას ვუშვებთ და თან აი მიუხედავად იმისა, რომ ერთობი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო საქმეა, თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, იმიტომ რომ თქვენ ხართ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ამ ქვეყნისთვის, რომ ადამიანებს მშობლიურ ენაზე აწვდით იმას, რაც შეიძლება და არ ქონოდათ. ამიტომ მისია ისეთი სერიოზული. ხო, თან ამას აქში და ძალიან მადლობელი ვარ მე, რომ ხართ. ძალიან მიხარია რომ გაგიცანით და რა ვიცი, არ ვიცი. რომ მორჩება ბევრი უნდა მოგეფეროთ. მე მაინტერესებს გარდა გახმოვანებისა როგორ ხართ თქვენს ცხოვრებაში, ანუ რა გიყვართ, ჰობი რა გაქვთ მაგალითად, რა გატაცება გაქვთ? რამე სპორტზე ხო არ დადიხართ რომელიმე? სპორტზე დავდივართ სურვაზე. მაგარია. მომწონს და ასევე გახმოვანების გარდა, მონტაჟი რაც გითხარით ძალიან მიყვარს და გარდა YouTube-ისა ცალკე ვამონტაჟებ ხოლმე ჩემთვის, რომ უბრალოდ მართლა? კი, უბრალოდ თუ დაგჭირდება ჩვენ მონტაჟის ვაკანსია თუ დაგჭირდება აუცილებლად ჩვენ მონტაჟი ხო არ გავუშვათ. დამიანე ხო არ მოვიყვანოთ. ცოტა ხანი და ნელა ჩავაჩოჩებთ ამას მე შენ მოგიყვან. დამონტაჟების გარდა კიდევ წერ ხოლმე ტელეფონში და კომპიუტერში რაღაც PS-ებს წერ ხოლმე. რა მაგარია, რა სამბო. პერსონაჟებსაც ხატავ, სადღაც 100-მდე პერსონაჟი მექნება ალბათ, ჩემი მოგონილი სახელებით და ყველაფრით. გრაფიკულად ხატავ თუ ხელით ხატავ ამ ყველაფერს? ხელით ფურცელზე ხატავ. საინტერესოა. ვაფერადებ და ნუ 100-მდე პერსონაჟი მეყოლება სადღაც და აპირებ რომ ეს შენი სცენარი პიესა დაუკავშირო ამ პერსონაჟებს? ეგ უნდა მეთქვა ახლა რომ რამდენი ხანი ამ პროექტზე მუშაობ უკაცრავ? 7 წლიდან. ხო, 7 წლიდან. რა მაგარია, ძალიან სერიოზული. ანუ ის მე დავპატარავდი ახლა ამათ მომზე, იმდენად პატარა ვარ ახლა რომ არ ვიცი, იმიტომ რომ მე რო 7 წლის ვიყავი, საერთოდ რა პიესა არ ვიცოდი რა იყო საერთოდ სიტყვა. ეგ რა თქმა უნდა თქვენი მშობლების დამსახურება, რომელიც საოცარი მშობლები ყავთ და მართლა მადლობა მინდა გადავხადე, იმიტომ რომ მაგათ გარეშე ჩვენ ახლა
ესეთ ამბავში არ იქნება. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ როგორც იცი, დედიკო და მამიკო ორივე მსახიობები არიან პროფესიით და ძალიან დიდი სიახლოვე გაქვთ მოკლედ ამ ყველაფერთან და ეგ ძალიან კარგია, რომ სწორ მიმართულებას აძლევთ თქვენს ამ ყველაფერს და ეხლა ისეთი სერიოზული რაღაცა თქვი და ისეთი მაგარი რაღაცა თქვი, რომ აი ძალიან მინდა მართლა პირობა მომეცი, რომ აი უნდა მეთქვა, პირობა მომეცი, რომ მაგ პროექტს თუ განახორციელებ, აუცილებლად მეც ვიქნები რაღაც ნაწილი, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნებით რამე პერსონაჟი გამხმოვანებინე. გამვლელი 10-მდე დამათვლევინე თუ გინდა არ არის პრობლემა. არ იქნება არანაირი პრობლემა. ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, დამიანი, აი არ ვიცი. აი იდეალურია, აი შენი YouTube არხი, შენი ცალკე პროფესია, შენი ჰობი, რომელიც ძალიან სერიოზული ჰობია. აი ამ ყველაფრის სინთეზი რა ვიცი არა ეს ბავშვი კი არა ყველა ადამიანი ინატრებდა ამ სკილებს ზრდასრული ადამიანებიც აი დარწმუნებული ვარ ეხლა ვინც გვიყურებ ძალიან ბევრ ადამიანს შურს შენი ზუსტად ვიცი ძალიან ბევრ ადამიანს მე ეხლა იონას შევთავაზე ამ დღეებში სადღაც რომ მულტფილმი გადვუწერე კომპიუტერში და გვინდოდა რომ ერთად გაგვეხმოვანებინა რა თქვენით გეცადათ აჰა ოღონდ ისეთი მულტფილმი იყო რომ ტექსტი საერთოდ არ იყო არც რაღაც გაკვირვება სიცილი ტირი არაფერი არ იყო და ჩვენ მოგვეგონებინა მულტფილმს უყურეთ თავიდან ბოლომდე მივხვდით რა იყო ის რა თქმა უნდა და შემდეგ დავიწყეთ ტექსტის მოფიქრება ესე ვთქვათ რომ როგორ შეიძლება იყოს კარგად რომ წავიდეს ესე ვთქვათ ეს მულტფილმი იყო Minecraft-ით იყო გაკეთებული რაღაც. ხო, უბრალოდ ვიდეო თამაშის გადაღებული იყო. აღონ ანიმაციურად იყო გაკეთებული სამონტაჟი. ძალიან მაგარია. ხო არ ჩაწერეთ, ანუ განახორციელეთ თუ? არა, მაგრამ პროცესში ვარ. აუ, რა მაგარი ჩაწერთ აუცილებლად გვესტუმრეთ. და ვაჩვენებთ ჩვენ მაყურებელს აქ იყოს პრეზენტაცია, არა მართლა? ხო, ნამდვილად. ძალიან საინტერესო იქნება და მე კიდევ ვისაუბროთ შენს პიესაზე. ნამდვილად, აუცილებლად მართლა პერსონაჟებზე. შენი ჰობი გითხარი. გარდა იმისა, რომ როგორც გავიგე მანამდე ერთმანეთს აბრაზებთ ხოლმე ხანდახან. გარდა მაგისა, კიდე რა ჰობი გაქვს? ჩემი ჰობი ეს რაც თქვით, ეგ არ არის ნამდვილად ეს შემთხვევითია და რა თქმა უნდა ყველას მოსდის. მღერი, მთელი ოჯახი მღერით. და როგორც გითხარით, Brawl Records-ში როგორც მოხდი და გახმოვანებაში როგორც მოხდი რანინადან, მან მაქედან დაიწყო ესე პროფესიულად შენი კარიერა. ვუკრავ ბევრ ინსტრუმენტზე, დამიანეც, მე და დამიანი დავდივართ ნიჭერთა წრეში და მე ვუკრავ ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, ჩემით უკულელეზე, გიტარაზე, მშობლების დახმარებით და მე ვუკრავ პიანინოზე, უკულელეზე ცოტა რაღაცები ვიცი იონას დახმარებით, დრამზე, ქსილოფონზე და ბავშვობაში ვუკრავდი მხოლოდ ვიოლინოზე და პიანინოზე და პიანინოზე ცუდად თან და ოჯახში ეგონათ რომ რაღაცა ღვთაება გააჩინეს. მე ბავშვობაში ვუკრავდი ძირითადად ბავშვობაში ვუკრავდი ნერვებზე, ყველას ნერვებზე. ძირითადად ჩემი ჰობი ეგ იყო. უკულელეზე ორივე უკრავთ? მე რაღაცებს მე ძირითადად უმღერით უკულელეზე ცირცად. აუ რა მაგარია. ანუ ყოველ მხრივ ნიჭიერი ბავშვები ხართ. ულამაზესები ხართ და უსიმპატიურესი, აი არ ვიცი, აი იდეალურზე, აზროვნება, სკილები, შესაძლებლობები, ინტერესები, ну აი ჩვენი მეგობრები ხართ. ძალიან მაგარია. აი უდიდესი მადლობა ბავშვებო, რომ მართლა დღეს ჩვენთან ხართ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი გულშემატკივრები ხართ და აი ჩათვალეთ, რომ ჩვენ ვართ 1000 მაგათ თქვენი გულშემატკივრები. ნებისმიერ რაღაცაში რამე იქნება ყოველთვის თქვენ გვერდზე გვიგულეთ, იმიტომ რომ მართლა პატივია, რომ ესეთი ნიჭიერი, ესეთი ყოველ მხრივ ნიჭიერი ბავშვები. ჩვენ არ ვსაუბრობთ ეხლა მარტო და საინტერესოდ. ნამდვილად მარტო არ ვსაუბრობთ ეხლა გახმოვანების ნიჭიერებაზე, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეს პროფესიები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეს სკილები, ბევრ ადამიანს კი არა ვიცი, მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც ვითუმეტეს ამასაკში ესეთ სერიოზულ რაღაცებზე კონდეს პრეტენზია ბჭყალებში გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეჭიდებოდეს ამდენ რამეს. ძალიან მაგარია. ამიტომ ველოდებით თქვენს პიესას. ნამდვილად. პერსონაჟებს თუ გააცოცხლებთ, ცხადია, დიდი სიამოვნებით იქნებოდა ჩვენთან წარდგენა. ველოდებით ასევე თქვენს გახმოვანებულ მულტფილმს, თუ თქვათ სადმე არ წაიღებთ ექსკლუზივად. გავუშვებდით, ძალიან საინტერესო იქნება და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლისთვისაც, იმიტომ რომ იმის გარდა რომ კინოზე ვლაპარაკობთ, იმის გარდა რომ გახმოვანებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მგონია რომ ძალიან დიდი мотиваცია იქნებით ჩვენი გამომწერებისთვის, გულისხმობ უფრო
პატარა, ასაკით პატარა ადამიანებისთვის, ანუ თქვენი თაობის ადამიანებისთვის, გონია რომ იქნება დიდი мотиваცია, თქვათ იმ ყველაფრის ნახვა, რასაც თქვენ ესე მხიარულად და საყვარლად აკეთებთ. ჩვენ გვყავს კიდე ძალიან ბევრი მაყურებელი, ვისაც უნდა რომ ცადოს გახმოვანება რა და ძალიან ხშირად მოგდის ხოლმე წერილები, რომ აი როგორ დავიწყო გახმოვანება და ასე შემდეგ და მე მაინტერესებს თქვენ რას ურჩევდით, აი თქვენ ხელა ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ძალიან უნდათ, ხო, გახმოვანება, ვინც პირობითად თავის სახლში ცდილობს და აი ვისაც აი რაღაც პატარა რჩევები რომ მიუცეთ, ძალიან საინტერესოა. რა არის მნიშვნელოვანი მოკლედ იმისთვის, რომ ბუნებრივად, მშვიდად და გემრიელად გაახმოვანოს ადამიანმა. ეხლა რაც თქვი მე რომ ეს Minecraft-ის რაღაცა გადმოიწერე და ვახმოვანებთქო, ეგ მაგასთან კავშირში არის რომ უბრალოდ რაც უნდათ მისი გახმოვანება, თუნდაც მისი საყვარელი მულტფილმიან რაღაც ჩამოიწერონ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სამონტაჟოში გაახმოვანებენ ამას. უბრალოდ მთავარია რომ ემოციას სწორად გადმოსცენ და კარგად გააკეთონ ის რაც არის გამოსახული ამ პერსონაჟში, რასაც ახმოვანებენ. მიზანსცენა, ამოცანა რაც აქვს, ის სწორად გადმოსცენ. ოჩახი იდეალური არის. ეხლა ცოტა ბავშვად რა ახსნა. ხო, როგორც ეხლა ბავშვებს ელაპარაკები, ზრდასრულებს არ ელაპარაკები და მათ ენაზე რო გველაპარაკო თუ შეიძლება. აი დავუშვათ თქვენ რო თქვით ფილმი, მულტფილმი ლუკა. ყველაზე ჩემესით ნათელი პერსონაჟია, ემოციების სხვადასხვა განცდები და რაღაცები და აი იმის ადგილას წარმოიდგინოს თავი, იმ სამყაროში წარმოიდგინოს თავი, რას ეტყოდა, როგორი ტონალობით იფიქრებდა, კითხვას როგორ დაუსმევდა და ხო რა, თავარია რომ იმ პერსონაჟში შეხვიდე და მის როლში გამოსცადო მისი შეგრძნებები. და ცადო რა. როგორი პროფესიონალური, სერიოზული, დამჯდარი სერიოზული რჩევები. ვცდილობდით რომ გაგვეგო რას ფიქრობ და ის როგორ დაუშვათ, როგორ გადმოსცემდა ამას და მგონი გამოგვივიდა. კი, ანუ ძალიან სწორ რაღაცას ამბობ, მართლა ძალიან სწორ რაღაცას ამბობ. ეხა გულწრფელად მინდა გითხრა, რომ ბევრი ზრდასრული ადამიანი გახმოვანების სფეროში შეიძლება ვერ ხვდება მაგას, რომ დუბლირების კეთებისას გინდ voice-over-ი, ნუ გააჩნია ეხა voice-over-საც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ემოცია სწორად გადმოსცე, ზუსტად გადმოსცე, გაითავისო და არა უბრალოდ გადმოაკოპირო. ის ყველაფერი რაღაცა, ანუ უბრალოდ იმის fake version კი არ გააკეთო, ასე ვთქვათ, ანუ იყო ბუნებრივი, რაც შეიძლება. და ეს გაქვთ ძალიან სწორად მიგნებული, ძალიან სწორად გაქვთ გათავისებული და ყოჩა, არ ვიცი. და გულწრფელად გაქვთ, ეგ არის ყველაზე მთავარი, ხო? მე ანუ ეპითეტები აღარ მყოფნის ამ ბავშვების შესაძლებლად, მე არ მაქვს მაგდენი. მგონი დავღალეთ. ხო, მე არ მაქვს მაგდენი რესურსი, ჩემი სიტყვების მარაგი, რომ ამდენი ეპითეტი მოვიგონო, როგორ შეგაფასოთ და როგორ გითხრათ, რომ უმაგრესი ბავშვები ხართ. პირველ რიგში თქვენ მადლობა ამ ყველაფრისთვის და მე თქვენ დედიკოს და მამიკოს, იმიტომ რომ არა თქვენი მშობლები დარწმუნებული ვარ, ეს არის იმ სწორი აღზრდის, იმ სწორი მესიჯების, ის სწორი მიმართულებების მიცემა, რაც აი მშობლებს აი ამაზე მეტი რა უნდა მიცე შვილებს, აი არ ვიცი რა. ბრავო, მართლა ბრავო. ძალიან ბევრი მშობელი არსებობს, რომელიც არ აკლებს არაფერს, არანაირ ყურადღებას. კი, მართალია. ანუ ვიცი, აი ძალიან ბევრი მშობელებიც რომ ბავშვს უხდიან, აი მაგალითად გვერდში ორ ლარს რო წიგნი წაიკითხოს და ბავშვი მაინც არ კითხულობს. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანსაც მიხვდი, აი ბავშვს თავიდანვე ეთყობა, როგორია. ხო, ანუ ბუნებამაც უნდა უშველოს, მხოლოდ აღზრდამ არა და. მშობლებს მადლობა, მაგრამ თქვენ. ეს ჩანს რომ თქვით რომ წიგნს კითხავთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გჭირდება ხოლმე ერთი 10 ჯერ თქმა, რომ იონა დამი დაჯექით, წაიკითხეთ წიგნი და ნუ რა თქმა უნდა, ყველას მოიხსენება რომ ბავშვები ზარმაცები არიან და ხო, მით უმეტეს თქვენი თავის გართობა გვინდა. ძალიან ცოტას კითხულობენ უკვე. გართობა გვინდა თქო, თქვი, იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ ბავშვი ვიყო. სულ გართობა გვინდა ბავშვებს. მე მინდა რომ ბავშვი ვიყო. მაგრამ თავარი ის არის რომ 10 დაძახების მერე მაინც ვაკეთებ და ეგ არის თავარი რომ შედეგი. ანუ ბავშვებმა უნდა დაუჯერონ მშობლებს, რომ საბოლოოდ შეძლონ ის, რაც შეძლებთ თქვენ. ეხლა რაღაც მინდა გავიხსენო, პანდემიის დროს მე და დამიანეს გქონდა YouTube არხი, სადაც ჩვენ სპექტაკლებს ვდგამდით, მე 8 წლის ვიყავი, დამიანი 6-ის. და გამდით ჩვენ სპექტაკლებს, ჩვენი ფუმფულა სათამაშოებით და ვდებდით. თოჯინების სპექტაკლები. კი, თოჯინების სპექტაკლები. და
რატომღაც არ ვიცი ხა საიდან, მაგრამ ეგ მომენტი გამახსენდა და ძალიან მომენატრა, იმიტომ რომ აი არსებობს კიდევ ეს არხი თუ არსებობს უბრალოდ ჯერჯერობით აქტიურობა აღარ არის. არ არის, სულ 3 ვიდეო გვაქვს დადებული მანდ. 3 სპექტაკლი, სულ 10 წუთიანებია, რომ აი ბავშვს ძილის წირო ჩაურთო და უშუალოდ აი იმ სურელობებს რო არ აყურებინო და ის ბავშვიც ნათამაშები კარგად რო ანახო, რო ტკბილად ჩაიძინოს და რაღაცა ქონდა 3 დათვი, ჩვენი მოგონილი ზღაპარი იყო სცენარიც თქვენი იყო, ანუ ყველაფერი თქვენი. ზარმაცი ბაჭია და კიდე ისა ბაყაყი და გოგონა. აჰა, ყოჩაღ. აი, ეგ იცი სიმა ამ ხელა ფანტაზიის უნარი რო ხარ რაღაცას ძალიან ვაქებთ და მგონი უკვე იცი როგორ ვარ რომ შეგზნება მაქვს რომ მე ვარ ბავშვი. კი, მეც ეწეღარ ბავშვები თქო, ჩემი თავი ჩავსი ბავშვი. ახლა ეგ იცი ის არის ჩვენ მაყურებელსაც რო ვთქვა, რასაც თქვენ ყვებით და ბევრი ადამიანი თუ ფიქრობს რომ აი საიდან ამ ხელა ფანტაზია, საიდან ამ ხელა რესურსი იმის რომ ეს ყველაფერი მოიგონოთ, ეს ყველაფერი გააკეთოთ. ეგ არის ზუსტად იმის დამსახურება, რომ თქვენ გაქვთ დისციპლინა, კითხულობთ ძალიან ბევრ წიგნს, ამბუზმა შემაწუხა. კი, მაგრამ ნიჭიც არის ძალიან ბევრ წიგნს გაქვთ, ხო, დისციპლინა და ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კი, ყველას გვიყვარს, ზრდასრულებსაც ძალიან გვიყვარს გაჯეტები, ლეპტოპი, თამაშები, ძალიან ვართ დამოკიდებულები, მაგრამ შეუძლებელია ის რესურსი. ახლა თქვენ როგორც გველაპარაკებით და მართლა აი აქეთ დაგვაპატარავეთ მე და ციკო, ანუ ის რესურსი გქონდეთ იმის გარეშე, რომ არ ისწავლოთ, არ წაიკითხოთ, არ იყოთ დისციპლინებული, ეს გაძლევთ, ანუ იმის საფუძველს, რომ მე აი ამ ხელა თქვენი ფანტაზიის უნარები განახორციელოთ და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერში გეხმარებიან მშობლები ამ ყველაფერში რომ ეს ყველაფერი განახორციელოთ. ძალიან მაგარი რაღაცაა. ჩვენ მაყურებელს ვეუბნები ამ შემთხვევაში თქვენ ვერაფერს ვერ გეტყვით მე ხა ახალს და ისეც რომ და გაინტერესოთ კი არა და გაგაკვირვოთ, მაგრამ ჩვენ მაყურებლისთვის ვამბობ, აი ბავშვებისთვის ვინც გვიყურებენ, რომ კი, ზუსტადაც მშობლები რომ ეუბნებიან რომ წაიკითხე წიგნი, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ წიგნი. აუცილებლად უნდა გქონდეს გაჯეტს თავისი დრო, წიგნს თავისი დრო, გართობას თავისი დრო, სწავლას თავისი დრო. ამ ბოლო დროს მე მგონი ბოლო 3-4 კვირაა თუ არ ვცდები, ესეთი რაღაც ნუ როგორც მოგეხსენება ზაფხულში ზედმეტი დროით მოგდის ხოლმე გაჯეტებთან ყოფნა და ტელეფონთან და ნუ ჩვენ როგორც ხედავთ სათვალიანი ვარ და ძალიან გიხდება და ძალიან ლამაზი ხარ. მართლა, ულამაზესი ხარ. ხო, ორივე ძალიან ლამაზები ხარ. მე სათვალიანი ვარ. უბრალოდ სათვალიანი ვარ, უბრალოდ ხსნი ხოლმე, აი არ მსიამოვნებს განათებაზე, თორემ მე სათვალიანი ვარ. ხო და ესეთი რაღაც შემოვიღეთ, რომ წიგნს რომ დავუშვათ 20 გვერდს რომ წაიკითხავ წიგნს 2 საათი გექნება ტელეფონი. ანუ სანამ დისციპლინა. ეს თქვენ შემოიღეთ თუ მშობლებმა? მშობლებმა რა თქმა უნდა. ახლა თვითონვე ვერ დაუწესებენ ახლა. არ არის გამორიცხული. თლადბასეთი ჭკვერებიც არ არის შემოგეხო. თავისთავად რომ შეზღუდონ ესე მაქსიმალურად, ეხლა ეგრეც არ არის. ხო, მაგრამ ერთი რაც არის რომ არ არის აუცილებელი რომ ერთ დაჯდომაზე რომ დაჯდები რომ 20 გვერდი ეგრევე წაიკითხო და რაღაც ანუ გაქვს რომ დავუშვათ ნახევარსაათში არ ვიცი ვინც როგორი ტემპით კითხულობს წიგნს ნახევარსაათში თუ 10 გვერდი წაიკითხე 10 გვერდი მეორე ნახევარსაათში 10 გვერდი წაიკითხე ანუ თავი განაცემა თავი ეს კონდეს რუტინა და ეს კონდეს დისციპლინა და გამოგივა ჩემს საყვარელ კითხვაზე რომელიც აქ არ არის აი შენის მე მაინც აი კინოსთან ერთად ჩემი საყვარელი ადამიანი სულიერი საერთოდ რაც კი რამე არსებობს არის წიგნი მეც ესე ვარ ბავშვობიდან ხო და კინოზე რო გიჟდები თორემ გავიგე მაგრამ მე მაინტერესებს შენი საყვარელი წიგნი რა არის ახ ბოლოს რაც წაიკითხე სხვადასხვა ახლა ვკითხულობ ჯეინ ეირს და რამდენი წლის ხარ ბოდიში 13-ის ოკეი კაი მერე და ძალიან დამაინტერესა და ძალიან დამაინტერესა და ბოლომდე არ მისულ რა თქმა უნდა ჯერ მაგრამ რაღაც ისეთ მომენტზე ვარ რომ პირველი წიგნია ისეთი რომელიც რაღაც ესე მხატვრული რაღაცით იყო გადმოცემული და რაღაც სხვანაირი სიტყვებით და რომელიც ჯერ არ გამიგონია და ძალიან საინტერესოა და რაც მაქვს წაკითხული იქიდან ალბათ გამოვარჩევდი ჰაიდი თუ იცით პატარა გოგონაზეა 9 წელზეა და მახსოვს ვინიშნა ხოლმე რომელი წიგნი რომელ წელზეა და 13 წლისთვის ცოტა ადრეა როგორც მახსოვს იცი რა შენ ვერ იაზრებ მის მენტალურ ასაკს ხო არა ამიტომ დავფიქრდი კაი მერე მენტალური ასაკი ბევრად უფრო დიდია და
ალბათ 80000 კილომეტრი წყალქვეშ ჟიულერნის საოცარი წიგნი. ჩემი ბავშვობის ძალიან საყვარელი წიგნი, იმეც ბავშვობაში მაქვს წაკითხული. ჩემი საყვარელი წიგნი არის მიო ჩემო მიო, ნუ მაინც ფანტაზიისკენ. ასტრიდ ლინდგრენის მიო ჩემო მიო, იმიტომ რომ მაინც ეგეთ რაღაცაზეა, რომ სიკეთეებთვის ბოროტებას და ეგეთი წიგნია და მაგიტო მომწონს მაინც ესე ვთქვათ ბავშვური და ესეთი. კი, ის წიგნი რაც ამ ეტაპზე შენ გჭირდება და რაც ამ ეტაპზე შენთვის მისაღებია. ვერ ვიტყვი რომ სახალისოა ეს წიგნი, მაგრამ მაინც გასართობია ესე ვთქვათ, ანუ გინდება რომ კიდევ მეტი წაიკითხო ისეთი წიგნია და ძალიან მომწონს ეს წიგნი. ძალიან ჩამთრევია ესე. იგი რომ თითქოს გიჯაჭვებს, ვერ წყდები და ძალიან საინტერესო ამბებიც ხდება მათ შორის რა. ხო, ასევე კიდე რომ დაუბრუნდეთ ჩვენ გახმოვანების ამბებს. ძალიან საინტერესო იქნება. ჰონორარსაც იღებთ ჩვეულებრივად თქვენი პროფესიიდან, გახმოვანების ამბიდან და რაში ხარჯავთ ამ ჰონორარებს? რა მიზნე, ანუ ინახავთ, რამე მიზნებისთვის იყენებთ მერე თუ როგორც ჩვეულებრივი ბავშვები, მაგრამ არ ამგონია რომ ეგრე იქცეოდეთ, რაღაც ჩუპაჩუპსებს და რაღაცებს ყიდულობთ. სხვათა შორის იმდენი შევაგროვეთ, რომ პარიზის დისნეილენდში წავედით მთელი ოჯახი. მთელი ოჯახი დაპატიჟეთ დედმამა. სხვათა შორის ჩვენ ოჯახში რაღაც ესე გვაქვს მე და დამიანეს ძირითადად ახლა რადგან ბავშვები მუშაობთ და ჩვენი ჰონორარი გვაქვს რომ არ ხარჯავთ და სანამ დიდ თანხამდე არ მივა, არ გვინდა რომ დავხარჯოთ, რომ მე რაღაც უფრო დასამახსოვრებელ და მნიშვნელოვან საქმეს მოვახმაროთ, ვიდრე დავუშვათ ჩუპაჩუპსის ყიდვა. საოცარი ბავშვები ხართ, აქეთ დაპატიჟეთ მშობლების, ძირითადად მშობლებს მიყავთ ხოლმე. მოხმარებითაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, რომ თქვენ დაპატიჟეთ მშობლები. მშობლები დისნეილენდში. იმიტომ რომ ბავშვი აქეთ პატიჟებენ ხოლმე მშობლებს მიყავთ, მაგრამ თქვენ წაიყვანეთ მშობლები დისნეილენდში და პარიზში. საოცარი ბავშვები ხართ, რომ ანუ ეგ გააზრებაც რა მაგარია რა, რომ ის კი არა რომ ანუ უბრალოდ გამოგაქვს და რაღაც მე ხა უაზრობებში ხარჯავდი, ხა ბავშვებმა უაზრობებში ხარჯავდი. დასრულს უჭერს სხვა შორის ბიუჯეტ, ანუ კიდე ერთხელ ეგრე რაღაცა დავაგება. რომ თქვენი მენტალური ასაკი ბევრად უსწრებს თქვენს ჩვეულებრივ ასაკს, რეალურ ასაკს, თუნდაც ამ გადაწყვეტილების ამ არის ეგ ცუდი, ძალიან კარგია. ეხლა მინდა ერთი რაღაცის თქმა მეპირადად. აბა, ისმენთ? გადაცემას voice-overებს რო ვუყურებდი, ძალიან ნუ ვიცანი ერთ-ერთი რა მსახიობები ვინც ყავდათ მოწვეული, ზოგიერთი დედას მეგობარი იყო, ზოგიერთი ჩვენი დიდი მეგობარიც იყო და ასე შემდეგ და ძალიან მომინდა რომ მე და იოანაც ყოფილიყავით ამ გადაცემაში. და ამისთვის ვაკეთებდი რაღაცებს, თქვენს კომენტარებში ვწერდი სხვადასხვა ოჯახის წევრების ტელეფონებიდან, მაგალითად დეიდა ჩემის ტელეფონიდან, ბებოს ტელეფონიდან წერდი რომ ძალიან მაგარი გადაცემა, მაგრამ უფრო მაგარი იქნება თუ დავუშვათ იოანას და დამიანეს ვიხილავთ ამ გადაცემაში. არ არსებობს. ჩვენ არ გვაქვს ეგ ნანახი, უბრალოდ მოგვინდა, არ გვინახავს. და ესეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რომ მე და იოანა მოსულიყავით აქ და ძალიან დიდი მადლობა კიდევ. აუ რა მაგარი ბავშვი ხარ, ძალიან კაია, ეგ იყო ძალიან კაი. ოჯახის არც მე დავი არის, მე მოვყვები რეალურ ისტორიას რა, რომ მე და ლაშას მართლა რაც დავიწყეთ, უბრალოდ მივყვებით ხოლმე, რომ რაღაცა არ იყოს ერთი და იგივე თემატიკის, ანუ ნახე, აი თუ მოდის თქვა ერთი მსახიობი, რომელიც რაღაც კონკრეტულ როლებზე საუბრობს, უცდილობთ რომ მეორე მოვიდეს, რომელსაც რაღაც სხვა განსხვავებული სხვა მიმდინარეობს. თქვენი ამბავი, ანუ საერთოდ ეგ არ წაგვიკითხავს, ან კი ვკითხულობთ კომენტარებს, მაგრამ ეთქობა გამორჩა და უბრალოდ რომ ფიქრობდით, რა ირითი გავამხეროთ, რითი ხა თქვენი თემა სულ გქონდა რომ ბავშვები, მაგრამ ეხა რომ მივხვდით, რომ ძალიან სერიოზული ეპიზოდები და ერთმანეთს და არ იყო რა ისეთი მხიარული და ცოტა სხვა იმის რომ ბავშვები. უეჭველი ხო, იმიტომ რომ პირველივე დღეებიდან და ანუ არც ვიცოდით მართლა რომ გვიყურებთ. არ ვთქვამს არც ერთ თქვენ დიდ მეგობარს. ძალიან მაგარია. ტელეფონიდან წერდა მაგას და მე დედას ტელეფონიდან პასუხობდა კი მართალი ხარ თქვა ბატონო. აუ ეგ სკრინები უნდა ვიპოვო და სკრინები და დავდო უეჭველი. ანუ ძალიან მოგეწონათ ესე იგი თავიდან. აუ დამიანე. და ჩვენ ისე მოგეწონათ რომ არ ვიცი, აუცილებლად უნდა ვიმეგობროთ. საოცარი ბავშვი ხარ. ესე
ძალიან თუ გინდოდა ეს იქ ბრაუში სადღაც არ შეგხვდი რომ გეთქვა გამოგელაპარაკა ეთყობა ვერ გადავაკვეთეთ ეთყობა იქ ვერ გადავაკვეთეთ და ძალიან მაგარი რომ რამდენი საერთო ნაცნობი ყავს მაგრამ თავისით ცდილობდა აი თავისით ცდილობდა ვინმეს კი არ დაარეკინე და უთხარი რომ მოიწვიეთ რა თავისით ცდილობდი აი ძალიან მაგარია ჩვენ ახლა მართლაც იკომ ძალიან გულწრფელად თქვა და მართლა ძალიან გულწრფელად ვიძახი ახლა ამ ყველაფერს ანუ ეპიზოდები რომ ამ ეპიზოდების ჩაწერა დავიწყეთ და რო გვინდოდა რომ აი ეს გახმოვანების სახეობები გამოგვეჩინა ესაუბრად თავიდანვე ჩვენს განრიგში იყო გათვალისწინებული იმიტომ რომ მე ვიცი თქვენს არსებობაზე ვიცოდი მთელი ბრავო გადარეულია თქვენზე თქვენ როგორი ნიჭიერები ხართ როგორ მაგრაწერთ იმიტომ რომ იგივე რეჟისორებთან იგივე მსახიობებთან მეც მაქვს ხო კომუნიკაცია და აი რო შევდივარ ხოლმე თქვენ მონაკვეთებს აი მასმენინებენ ხოლმე რომ ნახე რა მაგრა ჩაწერა და აი იმდენად ანუ ყველას ისე მაგრად გვიხარია რომ აი საბოლოო პროდუქტი იქნება ხო მთლიან ჯამში ძალიან მაგარი და თქვენ ესეთი ორი მართლა უმაგრესი ბავშვი გიპოვეთ იქ რომ აი აკეთებთ საოცრებებს მართლა ძალიან კმაყოფილები ვართ და ამაყები ვართ ამით და შესაბამისად თქვენს არსებობაზე რომ ვიცოდი აუცილებლად ქონა გათვალისწინებული ჩვენს განრიგში რომ აუცილებლად უნდა მოგვეწია და ეგ მართლა არ ვიცოდი აი უსაყვარლესია არ ვიცი აი საოცარი ბავშვი ხარ რა ძალიან მაგარია რომ აი მშობლების ტელეფონებიდან წერდი მაგას ამოვანათებ თუ უეჭველი დაგისკრინე მშობლებიდან იმიტომ რომ ეხლა პირადად მე რო დამეწერა რომ მოგვიწვიეთ ხო დამიანე ნავაძე რო წერს რომ დამიანე მოიწვიეთ ცოტა უცნაური იქნებოდა ეგეც რომ გათვალა წარმოიდგინე ძალიან მიყვარხართ ბავშვობა აი პირველად შეგხვდით ფიზიკურად და აი ისე ძალიან მიყვარხართ და ისეთი მადლობელი ვარ და ისეთი ბედნიერი და ისე მინდა თქვენთან მეგობრობა აუცილებლად ვიმეგობრობ აი არ ვიცი ხო და აუცილებლად ვიმეგობრობ და ხშირად მოდით ხოლმე ჩვენთან თქვენ მეგობრობთ ძალიან კიდევ თეატრთან ხო როგორც ვიცი იმიტომ რომ როგორც ვახსენე თქვენი მშობლები არიან მსახიობები და თქვენი თეატრთან მეგობრობის ისტორიები მოგვიყევით და დავამშვიდობოთ ამასობაში მე მაყურებელს მე დავიწყებ რადგან პირველი შვილი ვარ როგორც ვიცი ჩვილობიდან ვიზრდები თეატრის კულისებში თუ პარტერში და ესე ვთქვათ ჩემი სკამი მქონდა გამოყოფილი რომ პირველ რიგში ვიყავ ვიჯექი სულ და იყო ესეთი სპექტაკლები რომ მოსათმაყურებელთა თეატრზე ვსაუბრობ ახლა სადაც ბავშვი თამაშობდა და აი ჩემი ოცნება იყო რომ ვაიმე როდის მოვა ის დრო როცა გავიზრდები და მეც ვიქნები ამ სპექტაკლში და ნატრობდი მოკლედ რომ სცენაზე დავდგარიყავი და 4 წლის ვიყავი როდესაც პირველად დავდგი სცენაზე ფეხი და ჩემი პირველი სპექტაკლი იყო იონანა მრაქმნაში ვითამაშე ქეთო და ესეც დაიწყო ჩემი ესე თქვა თეატრალური კარიერა. ანუ ეხლა აქტიურად ეგ მართლა არ ვიცი. ანუ როლები გაქვს. ანუ ეხლა აქტიურად სამსახიობო, ანუ არათო მარტო გახმოვანების მსახიობის სამსახიობო კარიერაც გაქვს. უკვე 7 სპექტაკლი დამიგროვდა რაშიც. ოჩა, ღმერთო როგორი დაკავებული ხარ. მოქმედი არის 1 თუ 2, ხო? 2. 2 სპექტაკლი გადის საშიც? სადაც მონაწილე თამაშობ. აუ ძალიან მაგარია. ყოჩა, აი ყოველ მხრივ ნიჭიერი ბავშვი ხარ რა. შენი ამბავი რა ვქნათ, იცი რომ მოვჩებით ჩაწერას. გადავხედოთ რა ჩვენ ცხოვრებას ხო? მე მგონი ეგზისტენციალურ კრიზისში ჩაგვაგდეს ახლა ამ ბავშვების მოყოლილმა რაღაცა. მაგრამ კარგია, წარმოგიდგენთ ჩვენ რო ჩაგვაგდეს ბავშვებს რას უზავ. აუ, აი ბავშვებისთვის არის ეს ძალიან დიდი სტიმული ახლა თქვენ ვინც გისმენთ რომ მათაც ვინ ზიან და ვინ შენაირად ოცნებობდა მაშინ ახლა ვინც ოცნებობს რომ აი ნეტა ეს გამომივიდეს იმისთვის ხარ უდიდესი სტიმული რომ მასაც გამოუვა ეს გვინდა უთხრათ ყველას რა. შენი ამბავი გითხარი თეატრთან. ახლა იონა რაც დაიწყო 4 წლიდან ძალიან მე ეგრე არ ვიყავი, იმიტომ რომ არ ვქონდა ესე, მაგრამ დავდიოდი დედას და მამას სპექტაკლებზე, რა თქმა უნდა, ვუყურებდი რეპეტიციებზეც, მაგრამ ნუ არ მოხდა ის მომენტი, რომ მე სპექტაკლში დავკავებულიყავი და პირველი ჩემი სპექტაკლი იყო შმა ისრაელი რომელიც იყო ისმინე მარჯანიშვილის თეატრში ერთად თამაშობდი. არა მარტო ესე იგი მოზარდ მაყურებელში, არამედ მარჯანიშვილის თეატრში. მარჯანიშვილი, მოზარდი, ახალი თეატრი, სოხუმის თეატრი, გვაქვს. ოჩა. კაი და მე მან ვიყავი. შენ რამდენი წლის იყავი ბოდიში ამ როლზე? 9 წლის ვიყავი მან და ეს იყო ჩემი პირველი სპექტაკლი და რაც შეეხება სადაც აი უფრო ქართული ზღაპარი დადგეს შემდეგ ნაცარქექია იქ ვიყავი ნაცარქექიას ძმისშვილი
ნაცარქექიას მიშულს თამაშობდი? იჟდები, ჩემი საყვარელი ზღაპარია ნაცარქექია. ძალიან მიყვარს ქართული ზღაპრებიდან, აი ერთ-ერთია რაღაცა ბავშვობიდან რომ მიყვარს. ახლა ალბათ კი არა არის კიდევ ეს სპექტაკლები და ძალიან გამიხარდა ეს პირველ სპექტაკლში რომ დამაკავეს, რომ აი პირველ სპექტაკლში იქნება ჩემი და ორი მოქმედება იყო. და ანუ ძიმე სპექტაკლი იყო, იმიტომ რომ ხო, დიდები სპექტაკლია. ხო. მე თამაშობდი ლეონს მთავარი პერსონაჟი იყო. გარდაცვალება. ხო, ნუ ებრაელებზე. თითქმის მთავარი პერსონაჟი იყო, ნუ ლეონის თემაში ხდებოდა ეს ყველაფერი და მე ვიყავი ლეონი. ხო, და ალბათ ძალიან დიდი შრომა დაგჭირდა ხო ამ როლისთვის და დრო და ენერგია. დავდუმდი. მე ეგ ნამდვილად არ ვიცოდი რომ თქვენ მსახიობური კარიერაც გქონდათ და არა მარტო გახმოვანების მსახიობები იყავით. ყოჩახ ბავშვებო, მართლა აი დავდუმდი, მე ვარ დაპატარავებული, მე ვარ თქვენ ფონზე ბავშვი, ყველაზე პატარა, არაფრის მცოდნე, არანაირი გამოცდილებით. ანუ აი ყველაზე მაგარი იცი რა არის, რომ ამ პოდკასტის მერე ხო ყველა ესე მგონია, ყოველ შემთხვევაში მე ეგ განცდა მაქვს, რომ აი ჩვენ მაყურებლებს ხო მოუნდებათ მართლა რომ იყვნენ ბავშვები. ანუ რას გულისხმობ ვიცი რა, აი ხო არის ხოლმე რომ ბავშვებს უნდათ რომ გაიზარდნონ, დიდები გახდნენ და თქვენ ისეთი ბავშვები ხართ, ანუ გულისხმობთ თქვენი ამ შემართებით, თქვენ თვითონ პირველ რიგში ისეთი ცხოვრება მოიწყეთ, რომ თქვენ შემთხვევაში არ არის ეგ მომენტი, რომ აუროდის გავიზდები რა და აქ არ ვლაპარაკობ მარტო ფინანსურ სარგებელზე, ან უბრალოდ იმაზე, რომ პოპულარულები იყოთ, ხო? ძალიან საინტერესო ცხოვრება გაქვთ, ბევრი გაგებით, პირველ რიგში რომ ლიტერატურა ესე გიყვართ, მერე რომ იცი არის როგორცა უნდა დედას და მამას ეტარებინათ თეატრში და თქვათ რომ უნდა წაგეკითხათ, თქვათ რომ უნდა რაღაცა გესწავლათ, ხო თქვენ თვითონ გაყევით მათ. გულისხმობთ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რომ ეს საინტერესო ცხოვრება აგერჩიათ და ამაში აბსოლუტურად ინდივიდუალური არის რა, ეგ გადაწყვეტილება ვერ ერევა მშობელი ბოლომდე ვერასდროს. ამიტომ ძალიან, აი მე გულწრფელად ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით და დარწმუნებული ვარ, რომ აი როცა ჩვენ ხელები გახტებით, თქვათ 10-15 წელში, ხო, აი ბევრად ბედნიერი ადამიანები იქნებით, ვიდრე ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენც ბევრი გვაქვს გაკეთებული, თუმცა ადამიანი ასეა მოწყობილი, რომ რაც უფრო ბევრს, რაც უფრო საინტერესოს და რაც უფრო მრავალფეროვან სამყაროს იქნის, მისი მომავალიც ბევრად უფრო საინტერესო, თვითმყოფადი და თავისუფალია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ბავშვები ხართ და ეს აი ძალიან ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბედნიერები იქნებით, აი ეგ არის ყველაზე მაგარი რა. და ესეთი თაობა რომ მოდის რა, აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამდენად ესეთი რაღაცა აინტერესებს. თაობა მცლად ვერ მოდის. მე მგონია რომ კი მოდის, მე მანდ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო თქვენი სტუმრობა ჩვენ ეპიზოდში, რომ ძალიან დიდი სტიმული იქნებით ბევრი ბავშვისთვის. მე პირადად აი არ მაქვს იმის რესურსი, რომ თქვენ შეგაფასოთ, აქეთ უნდა შეგვაფასოთ ჩვენ როგორები ვართ. ხო, მე ეგეთი ეპიზოდი გავაკეთოთ, რომ პირიქით თქვენ გაგვისვით კითხვები და ნახოთ რა გამოვა. რამეს ვქაჩავთ ჩვენ, რამე გამოგვდის თქვენი გადმოსახედიდან, აი როგორია თუ აი შენიშვნები რაღაცები, ჩვენი აი მაყურებელი ხარ ჩვენი ეპიზოდის, მართლა ძალიან საინტერესო იქნება. აი ჩემი აზრით ექნება. აი თავისუფლად მართლა ის არის რაც გინდა და ის არის რაც გისწორდება ხო აი ჯიგრულად რო ვილაპარაკოთ ჩათვალე რომ კამერები გამორთულია ეს უბრალოდ მელაპარაკე რა ხო ანუ იქ ვართ და სწორად ვართ რასაც ვაკეთებთ ესე კი ამასთან ერთად სპონსორება რას აკეთებთ? ხედა ყოჩა ღაბარა მადლობა ძალიან დიდი ეხა გვინდა ძალიან მარტივად რომ გეცოდინებათ ალბათ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ის რომ ჩვენ ხმის არქივს ვაკეთებთ ასე ვთქვათ და ვათქმევინებთ გახმოვანების მსახიობებს რომ გამოიწერეთ voice-over-ების არხი აუცილებლად უნდა გითხრათ და მე ჩვენ ვიტყვით რომ გამოიწერეთ დამიანეს არხი გამოიწერეთ voice-over-ების არხი გამოიწერეთ voice-over-ების არხი ყოჩა და ჩვენ როგორ ვთქვათ ეგ მითხარი გამოიწერეთ დამიანე ენვიდის არხი აჰა მოდი მოიცადე მიდი გამოიწერეთ დამიანე ენვიდის არხი გამოიწერეთ დამიანე NVD-ის არხი. ეგ არის, ბავშვებო. ყოჩა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. მართლა აი რესურსი აღარ ყოფნის თქვა 1000-ზე ვთქვი და კიდე ერთხელ გავიმეორებ თქვენ შესაძლებლად. სიყვარულის ახსნებში მოკლედ ამოგვეწურა რესურსი. ძალიან გვიყვარხართ. უნიჭერესი ბავშვები ხართ, უდიდეს წარმატებას გისურვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი წარმატებები გექნებათ, უკვე წარმატებულები ხართ და კიდე მეტი უფრო გექნებათ და გექნებათ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან სწორად აზროვნებთ, ძალიან სწორად ხართ, იქ ხართ, იმას აკეთებთ, რასაც უნდა აკეთებდეთ, დარწმუნებული ვარ და
თქვენს წარმატებებს გისურვებთ ამ ყველაფერში ძალიან მეგრები ხართ და ძალიან დიდი მადლობა. ველოდებით რას რომ თუ ჩვენ ეპიზოდს ისევ გააგრძელებთ ეპიზოდების ყურებას და თვალს ადევნებთ და რამე არ მოგეწონებათ ან მოგეწონებათ, მოგეცით ხოლმე რჩევები, იმიტომ რომ გავითვალისწინებთ. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ძალიან დიდი მადლობა ციკო შენ, დიდი მადლობა ზილიკოს, რომელიც არის ბარნოვის 64 ნომერში. ეს არის კაფე, რესტორანი, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. კლუბურ სივრცეში და ნუ ძალიან საყვარლად გვმასპინძლობს. კი ბატონო. და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც დარჩა ჩვენთან და გვიყურა ბოლომდე. კარგად. გაცნით ბავშვებო. შემდეგ პოდკასტამდე.